გამარჯობა. დღეს მინდა ესეთი კითხვა დავუსვა ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოლოგებს, რომლებიც თერაპიულ საქმიანობაში არიან ჩართულები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპიულ მომსახურებას ეკვლევენ ადამიანებს და მაქვს მათთან ესეთი შეკითხვა. ვინაიდან დღეს საზოგადოებაში ძალიან დაბალია ცნობადობა ისეთი საკითხის მიმართ, როგორც არის სიზმარი. ანუ ძირითადად ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს უმნიშვნელო მოვლენაა, ეს არის არანაირი მნიშვნელოვანი მომენტი აღარ გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში. მე მაინტერესებს მაშინ, როდესაც ფსიქოთერაპიული კურსი და ფსიქოთერაპია ნიშნავს მთლიანობის აღდგენას, ჩემი აზრით, ყველა იმ მოდალობის გაუქმებას, რომელიც ამა თუ იმ სიმპტომს თუ აწარმოებს, მაინტერესებს როგორ ახერხებთ ამ მთლიანობის დაცვას, ამ მთლიანობის აღდგენას კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სიზმარი ფაქტობრივად ადამიანის დღე-ღამის სულ მცირე მესტამეც წარმოადგენს, ხო? ანუ ძილი იკავებს ღამე და ძილი იკავებს სულ 6-8 საათს, ხო? შეიძლება 10-12 საათსაც კი. ანუ დღე-ღამის 24 საათის ფაქტიურად ნახევარს მესამეც მაინც წარმოადგენს და ამ მესამედის უგულებელყოფი მდგომარეობაში როგორ ახერხებთ თერაპიული მთლიანობის აღდგენას თუ დაცვას ადამიანის კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. საერთოდ არ განიხილავთ ამ საკითხს, ატყუებთ ადამიანებს და ეუბნებით, რომ ეგ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ მაინც კონკრეტულ მიღებაზე, კონკრეტულ კლიენტთან, კონკრეტულ ადამიანთან, მაინც განიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ საჯაროდ ამის პოპულარიზაციას, ამ საკითხის პოპულარიზაციას არ ეწევთ. ანუ მაინტერესებს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ფაქტიურად უმოუღმელყოფილია მათ შორის ფსიქოთერაპევტების მხრიდან სიზმრის მნიშვნელობა და ეს საკითხი, როგორ ახერხებთ სიზმრის გარეშე და იმ 8 საათის, ანუ დღე-ღამის მესამედის უგულებელყოფის შემთხვევაში, როგორ ახერხებთ მთლიანობის აღდგენას ადამიანში. და კიდევ